მოგესალმებით დღეათი, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი, დღეს ვისაუბრებთ for ციკლზე JavaScript-ში. ციკლებს ლუპსაც ვეძახით, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოდი ეფექტურად გავიმეოროთ. დღეს გავიგებთ უშუალოდ for ციკლი როგორ მუშაობს და რას აკეთებს JavaScript-ში. მოდი ჯერ შევხედოთ მის ძირითად სინტაქსს და დამატებით პოინტებზე შემდგომ ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში ვაგრძელებთ ჩვენ შექმნა folder-ში. შეგვიძლია ჩვენი for ციკლი ესე დავადეფაინოთ. For შემთხვევაში მექნება მე let I უდრის ers let I იმიტომ რომ უკვე ჩვენ გვაქვს block scope-ი შესაბამისად თითოეული ციკლის გამეორებაზე ჩვენ არ გვინდა რომ ახალი ცვლადი შეიქმნას. ეს ცოტა advanced ამბავია, შეიძლება ვერც მიხვდეთ რას გულისხმობ, მაგრამ დავიმახსოვროთ. თუ ვინმეს გსურთ advanced JavaScript-ის სწავლა და advanced React-ის გელოდებით ჩვენს front-end-ის მაუზე. მოდი იყოს ნაკლებიან პოლი, აი 10 არ მინდა 5 იყოს, მოდი და I++. მოდი ჯერ სინტაქსს გავეცნოთ და ჩაგიშლით დეტალურად. აქ მოდი console log, ჩვენი console log-ი თუ გახსოვს ლექციიდან, ამ შემთხვევაში დავლოგოთ მაგალითად number და დავუმატოთ მოდი ჩვენი I, ხო? და მოდი შევხედოთ ახლა რა სიზავს. საინტერესოა. ჩვენი ინსპექტი გავხსნათ console-ი და ხარ გადავარეფრეშოთ, ნახოთ number 1, number 2, number 3, number 4, number 5. ახლა ნახეთ როგორ მუშაობს ეს ჩვენი ციკლი under the hood. დაახლოებით. ამ შემთხვევაში, ესე იგი ჩვენ გვაქვს ხო, თავიდან დადეფაინდებული let I, რომელიც უდრის 1, ანუ ეს ნიშნავს, რომ starting from 1. ანუ იწყებს 1-დან. შესაბამისად, ვიწყებთ 10+1-დან, იმიტომ რომ I არის 1. ეხლა სადამდე ვითვლით. ჩვენ გვიწერია, რომ I ნაკლებიან ტოლია 5-ზე. შესაბამისად, it works till I is not more than 5. ხო, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ციკლი გაგრძელდება, თავიდან გვაქვს 1 და იმუშავებს მანამ სანამ I არ გახდება 5-ზე მეტი ამ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ აი ესე quality ოპერატორებიც ვისწავლეთ, რომ ნაკლებიან ტოლია ნიშნავს, რომ 5-იც არის ვალიდური ამბავი ამ შემთხვევაში. და მესამე ვარიანტი გვაქვს რა? ამ სინტაქსში, ასე რომ ვთქვათ, I++. I++ means that every time I plus 1. ხო, ანუ 1 ემატება ჩვენ I-ს, შესაბამისად პირველ იტერაციაზე თუ მაქვს 1 და number 1 თუ მელოგება, მეორე იტერაციაზე აი ეს მოუმატებს I-ს, გამიხდის აქ 2-ს და შესაბამისად ანალოგიურად გამეორდება. ზუსტად ანალოგიურად შეგვიძლია რომ მასივსაც გადავუყაროთ, მოდი დავდეფაინდოთ var დავწერე from is უდრის მაგალითად okay apple banana kiwi grape რაღაცა ისინი მოკლედ ხილები და მოდი აქ ახლა ისო გვექნება ესე let და ამ შემთხვევაში ნახეთ ანუ ჩვენი array-ის პირველი ინდექსი არის 0 ხო 0-დან ვიწყებთ შესაბამისად უდრის nulls I უნდა იყოს ნაკლები fruits length-ზე და აქ I++. Suggestions იდეალური იყო GPT-ის მიერ. კაი, და ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია ახლა დავლოგოთ, მოდი console log, მედიაში როგორც არის. კაი, მოდი შევხედოთ. და შესაბამისად apple, banana, orange, grape, kiwi და ამ შემთხვევაში ხო, ანუ უკვე რაღაცა მონაცემთა კოლექცია გვაქვს და იმის მაგივრად რომ მე ავდგე და ესეთი რაღაც გავაკეთო console log fruits არ მინდა fruits და მოდი იყოს 0 მერე იყოს console log და ისევ ხო fruits და 1 აი უკვე დავიყალე ხო ანუ ესე არ მინდა რომ ლოგო აქ ოღონდ push-ი არის push კიდე სხვა რაღაცა
აა ამ შემთხვევაში მაშინ დამჭირდა რომ ყველა ესე დავლობო და ესე გამოვიტანო. უბრალოდ აქ კონსოლოგი უნდა იყოს. კი ბატონო. შესაბამისად უკვე დავიღალეთ მეორეზე, უკვე აღარ მინდა გაგრძელება ხომ ხვდებით და შესაბამისად flow ზუსტად მაგაშვება, რომ რაც რაღაც დიდი მონაცემი მაქვს, შემიძლია ეს დინამიურად გადაურბინო და რაღაც დიდ მონაცემზე უფრო მარტივად შევასრულო. და უნდა დავიმახსოვროთ, რომ ადამიანს ხო, ადამიანებს ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცა დიდი ტასკის შესრულება. დიდი ტასკში უგულისხმობ მონოტონური ერთი და იგივე მაგალითად მილიონი. ამ შემთხვევაში, კაი, 5 ხილი მაქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა რომ მილიონი ხილი მქონდეს, მაშინ ხო ან მილიონ ხილს რა დაწერს. შესაბამისად, კომპიუტერი მაგით განსხვავდება ჩვენგან, რომ მსგავსი რაღაცის შესრულება შეუძლია ბევრად სწრაფად და არც დაეზარება წამებში და უფრო ნაკლებიც. შესაბამისად, ხო, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კოდი თითოეულ ხილს ცალ-ცალკე დაბეჭდავს, ციკლები ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემების დამუშავებისთვის კიდევ ერთხელ. და ხო, თქვენც ცადეთ ციკლი ერთი, კაი, მეორედ თქვენით დაფიქრდით, აიჩეთ რაღაცა სვლადი, მიანიჭეთ მნიშვნელობა ნამბერი, შესაბამისად გადაუარეთ, გაიმეორეთ სინტაქსი, შემდგომ შექმნით რაღაც random array, რაც თქვენ გაგიხარდებათ, იქნება ეს ფილმების თუ ნებისმიერი და შესაბამისად ასევე გამოიყენეთ და ნახეთ როგორ მუშაობს ეს ჩვენი ციკლები უშუალოდ array-ის მიმართულებით. ეს იყო ჩვენი მე-10 დღე for ციკლების შესახებ. არ დაგვაუწყდეს თუ გსურს advanced ტოპიკები და თუ გსურს რომ გავხდეთ middle developer-ი, front-end build-ი არის თქვენთვის. ეს იქნება საუკეთესო კურსი საქართველოში, რომელიც კი რა შექმნილა, არ შეიქმნება და აღარც განმეორდება იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ერთხელ ვაძლევთ ჩვენ ადამიანების შესაძლებლობას მსგავსი სერვისის. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, შევხვდებით ხვალ და ვისაუბრებთ JavaScript-ის ახალ ტოპიკზე. დროებით.